ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოში არჩევნების შემდგომ პოლიტიკური გამოწვევები განიხილეს. ღონისძიებას ოფიციალური წარმომადგენლების გარდა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული ექსპერტებიც დაესწრნენ. პროექტის ხელმძღვანელის ფრონ ნარძის განმარტებით შეხვედრაზე 4 მთავარი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც არსებობს როგორც საჯარო პოლიტიკის სფეროში, ასევე უნივერსიტეტებში. კერძოდ მისი თქმით, პრობლემებია ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და პენიტენციალური სისტემის სფეროებში. მისივე განცხადებით კონფერენციის მიზანი არ არის მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება, არამედ მათი გადაჭრის გზების პოვნა. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის საქართველოს მიერ. კონფერენციის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის კოლაბორაცია სხვადასხვა სოციალურ საკითხებთან მიმართებაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დღეს მსოფლიოში საჯარო პოლიტიკის განხრით იდენტური პრობლემები არსებობს. კონფერენციის მთავარი მიზანია ინფორმაციის იდეების გაცვლა ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის. კონფერენციის წევრები ბევრ რამეს შეიტყობენ საქართველოს სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ. დღევანდელ კონფერენციაზე განვიხილავთ ჯანდაცვის, სასჯელ აღსრულების, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს. ამ კონფერენციისათვის სპეციალურად ჩამოვიდა ნიუ-იორკის მერის მოადგილე, რომელიც საქართველოს სასჯელ აღსრულების სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას გაუზიარებს. საკმაოდ ბევრი დაპირებაა მთავრობისგან ამ 4 სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან შესრულდეს აღნიშნული დაპირებები. საჯარო პოლიტიკაში მიმდინარე პრობლემების გადაჭრის მხრივ მნიშვნელოვანია ასევე მედიის როლი. საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სწორედ მედიის საშუალებით იღებს ინფორმაციას. გვაქვს ბევრი კონკრეტული ცვლილება, ბევრი კონკრეტული შედეგი, რომელიც იყო მიღწეული ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით. ეს არის გადატვირთულობის პრობლემის მოხსნა დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურის განახლება, ძველი ამორტიზებული ციხეების დახურვა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სიკვდილობის მკლება ციხეებში, მნიშვნელოვანი კვების პირობების გაუმჯობესება და რაც თავარია მოპყრობის და ადამიანის უფლებათა დაცვის პირობების გაუმჯობესება. საყოველთაო დაზღვევაზე რა თქმა უნდა იყო კითხვები, არის კითხვები იმის შესახებ თუ თქვათ იგივე კაპიტაციური მეთოდი პირველადი ჯანდაცვის კუთხით როგორ იყო გამოთვლილი, როგორ მიმდინარეობს პროცესები, იყო კითხვები, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კერძო სადაზღვევო სქემების შემდგომ ჩვენ უბრუნდებით უფრო ცენტრალიზებულ ერთიანი შემსყიდველის როლს. ეს გახლავთ მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი, ეს გახლავთ საყოველთაო მოცვისკენ მიმდინარე გლობალური პოლიტიკა.